რატომ გამოაცხადა გურიამ დამოუკიდებლობა? ეს მოხდა 1905 წლის რევოლუციის კვალდაკვალ და რო შევხედოთ რუსეთის 1905 წლის რევოლუციას ამ იმპერიულ კონტექსტში აღმოვაჩენთ, რომ უფრო მეტად აჯანყდნენ რუსეთის იმპერიის არარუსული ქალაქები და მხარეები, ვიდრე რუსული. ეს შემთხვევითი არ არის, იმიტომ რომ თუ რუსეთის მოსახლეობას, ასე ვთქვათ, უფრო ადარდებდა სოციალური საკითხები 1905 წელს, პერიფერიებში და არარუს ხალხებში აქტუალური გახდა ასევე ეროვნული საკითხიც და ერთმანეთს გადაეჯაჭვა როგორც იყვნენ სოციალური და ეროვნული. და უკვე გურიაში არსებობდა საკმაოდ მძლავრი ინტელექტუალური და ადამიანური რესურსი, რომ შექმნილიყო პოლიტიკური მოძრაობა. და 1905 წელს უკვე ბათუმში გადასულმა გურულმა მუშებმა ჩამოიტანეს გურიაში ორი იდეა. ერთი ეს არის რაც დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეა და მეორე არის სოციალური თანასწორობის. და აი ამ ორი იდეის შერწყმამ გამოიწვია გურიაში ფაქტობრივად რესპუბლიკის შექმნის იდეას საწინაპირობაც და მოხდა ესეთი უცნაური ამბავი. 1905 წელს ფაქტობრივად გურიაში რუსები გააძევეს გურიიდან. ჩამოყალიბდა ადგილობრივი თვითმმართველობა, ასე ვთქვათ. ყავდა ამ რესპუბლიკას თავისი პრეზიდენტი ბენია ჩხიკვიშვილი, რომელიც შემდგომში გახდა თბილისის მერი უკვე 1918 წლის შემდგომ. და რაც მთავარია, ეს არის უჩვეულო შემთხვევა, როცა ქალები და კაცები, უფროსები და ბავშვები ერთად მსჯელობენ პოლიტიკაზე. და 1905 წელმა პოლიტიკა გახადა უფრო სახალხო, უფრო ყოველდღიური, უფრო განხილვადი, რაც მთავარია, ალბათ უფრო მომავალზე ორიენტირებული. და რო არა ეს მომავლის რწმენა, მომავლისადმი რაღაც დაგეგმვა და მომავლის ჩაფიქრება, ალბათ არ იქნებოდა ბევრი სხვა პოლიტიკური განგრძობადობა 1918 წლამდე საქართველოში. და გურია ფაქტობრივად არის 1918 წლის წინაპირობა.